რას ნიშნავს მისთვის დღევანდელი თქვენი ურთიერთობა? ნახოთ. რას ნიშნავს მისთვის? ძალიან საინტერესოა მისთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა აქვს საიწავო ეს ურთიერთობა, იმიტომ რომ ეს ურთიერთობა თითქოს როგორ რაღაცა იცი, ქახალდის პატარა ნავს რო ვაკეთებდით ბავშვობაში და რო შეაცურებ ესე წყალში. არც მიდის, მაგრამ ნენელა ქახალდისა და მაინც ჩაიძირება. გადასაწყვეტია ეს ყველაფერი და ამას ფიქრობს, რომ უნდა გადავარჩინო ეს ურთიერთობა, ან უნდა იყოს მართლა ბედნიერება და სიკაშკაშე, ან ყველაფერი ძალიან ესე ვთქვათ დაიძაბება. მე აქედან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი ხარ მისთვის და შენ ხარ ის ქალი, ვინც გინდა არ გინდა რომ მაინც გინდა და ეს ენერგეტიკა, რომელიც შენ გააქვს, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაინც ვიტყოდი, რომ თქვენი მხრიდან გრძნობს კრიზის, ცოტა ხელისკვრას და თქვენი აზრით ეს აბსოლუტური ნორმა, ძალიან აღიზიანებს ეს ყველაფერი და გააქტიურებული აქვს ეჭვიანობა. კირკი მალე შესაძლოა იყოს სოციალურ ქსელებში და საერთოდ რას აკეთებ, როგორ აკეთებ ყველაფერი, მაგრამ ძალიან საინტერესო რა არის, იცი? ეს ინტერესი ხო აქვს, უდაოდ სასურველი ხარ და დამოკიდებულებასაც გრძნობს შენს მიმართ, მაგრამ მე ვერ უყურებ. თვითონ რო იყოს ჩამოყალიბებული ამ ისტორიაში. რაღაცნაირად თითქოს ლოგიკურ დასასრულამდე მიდის ეს ყველაფერი. ანუ დატოვო ყველაფერი სასიამოვნო მოგონება, თუნდაც უსიამოვნო მოგონებაც კი უნდა დატოვო მოგონებებში. მაგრამ მაინც უღვივდება ის ინტერესი. აქ იცი როგორ მომენტია? თითქოს ეს ადამიანი შენ ტყუპის ცალი. და საერთოდ ტყუპების დანიშნულება ურთიერთობაში გეგონება, რომ ჩემი ტყუპის ცალია და რაღაც საუბმაგარია. რეალობაში ეს არის კარმა. საერთო კარმა გაქვთ, გადიხართ საერთო კარმას. ეს იმას და საერთოდ ამ შეგრძნებაში, რომ შენ ტყუპის ცალია, სულაც არ არის სიყვარული. რო გონია ძალიან მორს, რომ ეს არის სიყვარული სინამდვილეში. აქ არის როგორი რაღაცა, იცი, როგორი მოძრაობა. დინების საპირისპიროც არის, ერთი რო სულ მოლოდინშია და მეორე გარბის, ერთს რო შეუძლია სიყვარული, ამას ხედავს, მაგრამ გარბის და მეორე პარტნიორი მისდევს, არ ნებდება, ამიტომ ესეთი უკუჩვენება აქვს სამწუხაროდ ამ შეგრძნებას, როცა ეს არის შენი ტყუპის ცალი, შეგრძნება რომ გაქვს ასეთი და არ გეგონოთ, რომ ეს მარტივი ურთიერთობაა და აქ სიყვარულზეა საუბარი. არა, სულაც არა. ამიტომ ნახე რა მინდა ვთქვა, ორივე ხართ, ნახე კვერთხის მეფე, კვერთხის დედოფალი. თქვენ მართლა ერთმანეთს გრძნობთ, ორივე გადიხართ ძალიან დიდ სირთულეებს, მაგრამ გადაკვეთა და საბოლოო ერთადარჩენა არ ხდება, იმიტომ რომ გინდა არ გინდა მაინც იყოფა თქვენი გზები, ან თუ უკვე გაყოფილია ნებისმიერი ფაქტორებიდან გამომდინარე, რომელიც უსიამოვნოა სულიერ თუ უსულო, არ აქვს ამას მნიშვნელობა. ამიტომ ჩემო კარგებო, აქ უნდა დავუფიქრდეთ რა სიტუაციაში ხართ და რამდენად გაინტერესებთ საერთოდ ამ ადამიანთან წარსული, აწყო და მომავალი. იმიტომ რომ მე ვიტყოდი, რომ აქ უფრო წარსულში ხართ. წარსული პროგრამები, ახლანდელი უფრო არის მერყევი რაღაცნაირი, არასტაბილური, მაგრამ მომავალი ამ ეტაპზე რაღაც ძალიან დაწერტილებულია, ძალიან მძიმე ფონით და ამ ეტაპზე არ განიხილება. ეს ამ ეტაპზე, მაგრამ მე მაინც გეტყვით, რომ ეს არ არის ჰარმონიული ურთიერთობა, ეს არის ის, რაც თქვენ გონიათ და შეგრძნებები, რომელიც მოაქვს ამ ურთიერთობას და ერთმანეთის შეგრძნებას, რომელიც თავბრუს დამხვევია, სულაც არ შეიძლება იყოს აქ საბოლოო შეთანხმება, შეჯამება და სიყვარული.